უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა მელიას დაკავება. ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ გუშინ მელიას დაკავების ფორმალური საფუძველი არ არსებობდა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება ნიშანია იმისა, რომ ქართული ოცნება პანიკაშია. სულ სხვას ამბობს მართველი გუნდი. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამოა დაკავებული, რადგან კანონის წინაშე ყველათანა სწორია. ნიკა მელიას დაკავება ვერ უძლებს ვერანაირ სტანდარტს, რადგანაც ეს არ იყო არანაირად ოპერატიული სამწუხარო ღონისძიება, პირდაპირ იყო გატაცება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეორე დღეს იყო დაგეგმილი სასამართლო პროცესი და იმ დარღვევების შესახებ, რაც მან სასამართლოში ისაუბრა, ეს კიდევ ცალკე დანაშაულებებია დაკავების პროცესში, რასაც ჰქონდა ადგილი. ეს არის პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნის გაგრძელება და ცხადია, ყველაფერი არის პოლიტიკური ერფერის. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არსებობს სისტემური კრიზისი ქართული ოცნების და ისინი არ ელოდებიან თუნდაც სასამართლო განხილვასაც კი. დასავლეთში უკვე არავინ აღარ ტყუდება ივანიშვილის ფანდებზე და ძალიან მყარი და ერთიანი, იმიტომ არის დასავლეთის პოზიცია, მათ შორის ახლა ნებისმიერი აქტორის, პოლიტიკური თუ ინსტიტუციური აქტორის, რომ კარგად გაიგეს, რომ საქართველოში დიქტატურის დამყარებას ცდილობს ერთი ადამიანი თავის ფანდასთან ერთად. ამიტომაც არანაირი პოზიციური ცვლილებები არ მოხდება ამ კუთხით. პოლიტიკური დევნა შეფასდება პოლიტიკური დევნად და ის რეპრესიები, რომელსაც ივანიშვილი ატარებს, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, იქნება შესაბამისად შეფასებული ევროპული აქტორების მიერ, აბსოლუტურად უკლებლივ ყველა პოლიტიკური აქტორის მიერ. აპირებდა, რომ გამაგრებულიყო თავის ოფისში და წინა დღეს გამოვიდა დასეირნობდა ქალაქში და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თავი დააჭერინა კაცმა და უნდათ გადაიტანოთ სხვაზე. წარმოუდგენელი ამბავია. წინა დღით ქალაქში სეირნობა და პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ქონოდა ის განზრახვა, რომ წინა დღეს დაეჭირათ და მეორე დღეს თავი ემართლებინა თანაგუნდელების წინაშე, რომ აი გავხსნა წინა დღეს დამიჭირეს, თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერს. რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის თუ ჩვენი გარე მეგობრების დამოკიდებულებას, აბსოლუტურად არასწორია და ეს არის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის მცდელობა, ოღონდ მცდელობა. კიდევ კარგი არ გამოსდით და კიდევ კარგი ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო იმგვარად დამოუკიდებელი, რომ ამ ჩარევებს რაიმე გავლენა შიდა საქმეებზე, შიდა პოლიტიკაზე ვერ მოეხდინათ.